გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებული კოკა კაციტაძე უსამსახუროდ რჩება. არაფრის გამომძიებელი კაციტაძის სამომავლო გეგმების გასაგებად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს სახლთან მივაკითხეთ. ლოდინი საათების განმავლობაში გაგრძელდა. ბატონი კოკა სამსახურში აგვიანებს ნახევარი დღით. კორპუსის მეორე სართულიდან მეზობელი ჩვენზე დარც იწყებს. გვაფრთხილებს, რომ კოკა სახლში არ არის, შეხვედრაზეა. კოკა კაციტაძე სავარაუდოდ სახლთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერიდან გვაკონტროლებს. ეჭვი კონტროლის შესახებ ერთმა დეტალმა გააჩინა. ადგილზე კურიერს კაციტაძესთან იტალიური სამარხო პიცა მიაქვს. მას სადარბაზოს კარს ყოველგვარი კითხვის გარეშე უღებენ. იგივე ნომერზე დარეკვის შემდეგ არ გვეკითხებიან ვინ ვართ ჩვენ. უკაცრავად ბატონ კოკასთან ვართ. არ არის სახლში. არ არის სახლში, სამსახურშიც არ არის. კვალის არევის მიზნით ეზო დავტოვეთ, თუმცა მალევე უკან დავბრუნდით. სადარბაზოსთან შკოდა გვხვდება, რომლითაც კაციტაძის დაცვის თანამშრომლები გადაადგილდებიან. დაცვა მას იანვარში პრემიერ-მინისტრის ბრძანებით დაენიშნა. დაცვაც ხელმძღვანელს ელოდება, მაგრამ სანამ აქ ვართ, კოკა არ ჩამოვა. მანქანა ადგილზეა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ეზოს ვტოვებს და გადავინაცვლებთ სამსახურში, რომელიც მალე აღარ იარსებებს. თანამშრომლებს ვეკითხებით, რა იციან ახალი კანონპროექტის შესახებ, რომლის მიხედვითაც უმუშევრები რჩებიან და მათი გამოუძიებელი საქმეების მრავალი ტომი პროკურატურას გადაეცემა. სად ინაცვლებთ აქედან თუ გაქვთ უკვე ინფორმაცია? თქვენც უმუშევარი რჩებით? იქნებით ანუ დასაქმებული თუ არ უთქვამთ ჯერ თქვენ კომენტარს არ ვაკეთებთ, ხართ გასაგებია. რამდენი თანამშრომელი რჩება სამსახურის გარეშე? რატომ არის ოცნება უკმაყოფილო თქვენი მუშაობით? გვარაკიძეს უფრო დაუფასდა შრომა ვიდრე თქვენ? რამდენი ადამიანი რჩება უსამსახუროდ კოკა კაციტაძის გარდა? არ ვიცი, ინფორმაცია არ მაქვს. არ ყოფილა თათბირი სამსახურში? თანამშრომლებთან თათბირი არავის ჩაუტარებია. ჯერ არ ეუბნებიან, რომ პროკურატურას არავინ უერთებს და სამსახურის ლიკვიდაცია ხდება, მაგრამ არ იციან, რატომ უქმდებიან. უკმაყოფილება არა იმე ოცნებისგან თქვენი სამსახურის? არანაირი უკმაყოფილება არ არის. აბა უკმაყოფილები არიან ამდენი გამოუძიებელი საქმით? დაკვეთები შეასრულა, რეფორმები არ გაატარა, ოცნების პროკურატურა საჯაროდ არ გააკრიტიკა და მაინც არ დაუფასდა. მაღალი კვალიფიკაციის ყოფილ პროკურორს და ჯერ კიდევ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს. სახელგატეხილი კაციტაძე სახლიდან უჩვენოდ გამოვიდა, მაგრამ შინ დაბრუნება ჩვენი კითხვების მოსმენის გარეშე ვერ შეძლო. უსამსახუროდ რჩებით? კითხვაზე პასუხი არ არის. უცნობია აქვს თუ არა მიღებული რაიმე დაპირება ოლიგარქის გარემოცვიდან. ასევე უცნობია ცდილობდა თუ არა პოლიციელების პოლიციელი წინააღმდეგობა გაეწია რეჟიმის დაკვეთისთვის, რის გამოც დაკითხვაზე ვერ იბარებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსნებს, ვერ მოიპოვებდა სათვალთვალო კამერების, რაციების ჩანაწერებს და ვერ ადებდა ხელბორკილებს მოძალადე სპეცრაზმელებს. რატო არ დაგიფასდათ ამდენი გამოუძიებელი საქმე? განსხვავებული პოზიცია გაქვთ ოცნების პოლიტიკასთან? აკრიტიკებდით ხოლმე და ეწინააღმდეგებოდით დაკვეთებს? დუმილი ყველა კითხვაზე, რაც აჩენს ეჭვს, რომ ვაჭრობა მომავალი სამსახურისთვის ჯერ არ დასრულებულა. თუმცა კანონპროექტის მიხედვით, რომელიც გუშინ იურიდიულ კომიტეტზე განიხილეს, 1 ივლისიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახური და უფროსის თანამდებობა უნდა გაუქმდეს. ხელმძღვანელი და მისი 2 მოადგილე კომპენსაციის სახით 3 თვის ხელფას მიიღებენ, რაც კაციტაძის შემთხვევაში დაახლოებით 30.000 ლარია. 3 თვის ანაზღაურებას მიიღებენ სხვა თანამშრომლებიც. რატო არის გაჩერებული მშენებლობა? არ ვიცი ვერ გეტყვი. უკაცრავად, ვინმე ზედამხედველს ვეძებთ. ჟურნალისტები ვართ. გვაინტერესებს უბრალოდ მოასწრებთ 2 თვეში ამის დასრულებას თუ არა? არა ვარ პასუხისმგებელი, თქვენ ჩაგაბაროთ ხალხი. ეშენობა 2 წელია სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის შენდება. ბიუჯეტიდან მშენებლობაზე თითქმის 18 მილიონი ლარია გამოყოფილი. 4440 კვადრატულ მეტრ მიწაზე 5 სართულიანი შენობის მშენებლობა სატენდერო პირობების მიხედვით 30 ივნისს უნდა დასრულდეს, თუმცა სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზუსტად 1 დღის შემდეგ 1 ივლისს აღარ იარსებებს. რა უნდა განთავსდეს ამ შენობაში ახლა? სამსახური იხურება და თუ ხართ ინფორმირებული?
Titra არის ეს კონფიდენციალურია ესეთი ინფორმაციები. ინფორმირებული ხართ თუ არა რომ სხვა შენობას აშენებთ? ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცებზე ვართ ინფორმირებული, არა მაქვს მაგაზე პასუხი. კომპანიაში, რომელიც კოკა-კაციტაძის სამსახურისთვის ამ შენობას აშენებს, არიციან რომ აქ სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღარ გადმოვა. მშენებელმა არ იცის, მაგრამ იციან ქართულ ოცნებაში და ახალ პატრონს ეძებენ. არ აღიარებენ, რომ გადამხდელების ფული კვლავ არამიზნობრივად დაიხარჯა. ამ შენობის გარდა მშენებლობაა რუსთავში. 2025 წლის გეგმის მიხედვით სამსახური ახალი რეგიონალური ოფისის გახსნისთვის ქვემო ქართლშიც ემზადებოდა. ეს ასევე არ მიდის ეს სახელმწიფოს საკუთრებად შეება და სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტებს ასე თქმა უნდა ჭირდებათ შესაბამისი. ვინ გამოიყენებს ამ შენობას? ამას გადაწყვეტს მთავრობა. არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების საკითხზე საუბარი ადრეც ყოფილა, მაგრამ გაუგებარია თუ უნდა გაეუქმებინათ 18 მილიონიანი მშენებლობა რატო წამოიწყეს. ჩვენ ამაზე სხვა დროსაც გქონდა საუბარი. ჩვენ უბრალოდ ხოლისთან თავარი ამოსავალი პრინციპი რა არის? ის რომ გამოძიება წარმოებდეს დამოუკიდებელი ორგანოს მიერ. კონსტიტუციურად გარანტირებული დამოუკიდებლობა აქვს პროკურატურას. ასე რომ იწევა პირიქით ხარისხი წლების განმავლობაში თუ გარკვეულ პერიოდის განმავლობაში, აი ასე იყო, ასე ვთქვათ, მათ შორის გარკვეულწილად თავს მოხვეული ინიციატივები, რომელსაც შინაარსი არ გააჩნდა. სინამდვილეში 2014 წლიდან კარგად გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამსახური, რომელიც ძალოვანების დანაშაულს ეფექტურად გამოიძიებდა. ევროკავშირის რეკომენდაციით შეიქმნა დამოუკიდებელი სახელმწიფო სამსახური. ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს. ამ მოდელით ჩვენ შევქმნით რეალურად ქართულ მოდელს, რომელიც ეფუძნება ევროპულ სტანდარტებს. ამ სამსახურმა შექმნა ქართული მოდელი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს პასუხობდა, თუმცა ლონდა თოლორაიას ხელმძღვანელობით ინსპექტორის სამსახური მალე გააუქმეს. შეიქმნა ორი ახალი ინსტიტუტი, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები. გავლენიანი და წარმატებული პროკურორი კაციტაძე მაშინ კონკურსის წესით საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად აირჩიეს. მაშინ როცა გასაუბრება ტარდებოდა, ჩემი წინა სამსახურიდან გამომდინარე, ვესწრებოდი ამ გასაუბრებას, როგორც ახლადამცველის მოადგილე და მაშინ გასაუბრებაზე მოსულ კოკა-კაციტაძეს, რომელსაც ყველა ნიშნით ეტყობოდა, რომ ის ყავდა შერჩეული ამ შემთხვევაში მართლ ძალას იმდროინდელ საგამოძიებო სამსახურის უფროსად, ვკითხე, რას იზეოდა იმ შემთხვევაში, თუ კი მასაც ისე მოექცეოდნენ, როგორც ლონდა თოლორაიას, რა თქმა უნდა, მას პასუხი არ ჰქონდა და ძალიან კარგია, რომ ესე ვთქვათ, უწია ცოდვებმა ამ თვალსაზრისით მას, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, თავის დროზე ყველაზე არაკონსტიტუციური მეთოდით შეებრძოლნენ ლონდას. გიორგი ბურჯანაძე მაშინ სახალხო დამცველის მოადგილე იყო და კანდიდატების გასაუბრებას ესწრებოდა. მისი თქმით, ბოლო წელიწად ნახევარში ადამიანის წამების ფაქტზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ნულოვანი შედეგი აქვს. კოკა-კაციტაძის არცეთ ქმედებას, არცეთ განცხადებას, არცეთ ანგარიშს, არცეთ ესე ვთქვათ, საპოლიციო თუ რაიმე სხვა ქმედებას, გრამი განცდა არ დაუტოვებია არც ჩემთვის და არც დარგის შესაბამისი ექსპერტებისთვის, რომ კოკა-კაციტაძეს ჰქონდა რაიმე ტიპის ამ შემთხვევაში წინააღმდეგობა. უბრალოდ ეს არის მათი მხრიდან კიდე ერთი დემონსტრაციული ნაბიჯი, რომ ისინი ევროკავშირს შორდებიან და ყველაფერი, რაც ევროკავშირის ეგიდით ყოფილა გაკეთებული, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის, ასოცირების დღის წესრიგის პროგრამებში ყველაფრის ხაზგასმა ხდება, ესე ვთქვათ, ხელის გადასმა ხდება ყველაფერზე, ხაზის გადასმა და გარდა ამისა, რაც მნიშვნელოვანია, ამით გარკვეულ სავაჭრო თემას იტოვებენ სავარაუდოდ პოლიტიკურად. 2024 წელი არის ერთადერთი წელიწადი, როდესაც არც ერთი პოლიციელი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხისგებაში არ მიუციათ. ეს იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობა მთელი წელი ქუჩაში საპროტესტო აქციაზე გაატარა, როდესაც ქუჩაში მოქალაქეებს სცემდნენ, აწამებდნენ, ატერორებდნენ. გამოკითხულ ძალოვანებს შორის არ არიან ხელმძღვანელები, არც ზვიად ხარაზიშვილი. ირაკლი წიგნაძის საქმე, რომელიც სამსახურმა ასევე არ გამოიძია, სპეციალისტებისთვის სისტემის მამხილებლად კარგი მაგალითია.
ეს საქმე იურისტებს მაგალითად ხშირად მოყავთ, რადგან სხვა ბევრი შემთხვევისგან განსხვავებით ხარებას რაზმის წევრებს აქ სახეები უჩანთ. მათი იდენტიფიცირება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მარტივად შეეძლო, მაგრამ პოლიტიკური ნების არ ქონის გამო ამ შემთხვევაშიც არავინ დასჯილა. მიუხედავად იმისა, რომ იქ ადგილზე სააზილობიანად და ძალიან პრესიერად გექცევიან, გიდგებიან ყველანაირად, მიუხედავად ამისა, მთავარია რომ საქმე არ სრულდება. პოლიტიკური ნება არ არსებობდა. საქმეში არ არიან იდენტიფიცირებულები, მე ვარ დაზარალულად ნაცნობი და ისინი საქმეში არ ფიგურირებენ. როგორც პროფესიულად, ასევე ადამიანურად ძალიან წუხარ, იმიტომ რომ ჩემზე კარგად არავინ არ იცის რა შეიძლება გრძნობდეს ახლა ის. აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ მას უნდოდა ამ სამსახურის განვითარება. ან თავის დროზე რატომ მიიღო გადაწყვეტილება, ან შემდეგ რატო დააგვიანა, მოდით პირდაპირ ვიტყვი, წასვლა, იმიტომ რომ ესეც იქნებოდა ალბათ სწორი გადაწყვეტილება. სამსახურის გაუქმების მეორე წრე. ლონდა თოლორაია შემდეგ ოცნება კაციტაძესაც იშორებს. წინა შემთხვევის დროს მაღალი ნდობის მქონე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა. გადაწყვეტილება პარლამენტმა დაჩქარებული წესით 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. ამ კანონის საფუძველზე 1 მარტიდან თანამდებობები დატოვეს დეკრეტულ შვებულებაში მყოფმა ლონდა თოლორაიამ და მისმა მოადგილეებმა. ინსპექტორის სამსახურის მუშაობას მაშინ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები დადებითად აფასებდნენ. დღეს კი კოკა კაციტაძის სამსახურს არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ მხარდაჭერა არ აქვს. ეს გადაწყვეტილებაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გაუქმების იყო ძალიან მძიმე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურისგან განსხვავებით იმ მომენტში ყავდა ძალიან ბევრი კომაკი. ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება ესეთი მარტივი არ იყო. და ეხლა ეს არის ბევრად მარტივი, იმიტომ რომ იციან, რომ სამსახურის რეპუტაცია საზოგადოებაში არის ძალიან დაბალი, ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც და მას ამდენი კომაგი ფიზიკურად ვერ ეყოლება. ვიდრე კაციტაძის სამსახურს სრულად დაშლიან. თბილისის პროკურორად გიორგი გვარაკიძე დაინიშნა, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო. გენერალურ პროკურატურაში კი მალხაზ კაპანაძე სპეციალური საგამოძიებო სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი გახდა. არაფრის გამომძიებლები მაღალ თანამდებობაზე, მათი უფროსის ბედი კი ისევ გაურკვეველია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო იმდენად მოულოდნელი, რომ არც პროკურატურამ იცოდა და არც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. არ ვიცი, ხო, იცოდა პარლამენტმა და მთავრობაში მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ ეს სამსახური ამ გადაწყვეტილებისთვის მზად არ იყო. მას რომ ეს მოლოდინი ჰქონოდა, მე მგონია, რომ აი ამ მოვლენების დროს იგი სხვანაირად მოიქცეოდა. დარწმუნებული ვარ. ხო, იმიტომ რომ პროფესიულად მგონია, რომ თავის თავს იგი ამას არ გაუკეთებდა. არც ერთ არჩევით თანამდებობას ამ ქვეყანაში არ აქვს აზრი. 1 ივლისიდან ფუნქციონირებას წყვეტს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 7 რეგიონალური სამსახური, ასევე მსხვერპლთა სპეციალური და ოპერატიული სამმართველოები, იხურება 8 დეპარტამენტი.